ერთ სივრცეში მოქცეული 200,000 უნიკალური ექსპონატი და მთავრობის პირველი სხდომა ქუთაისის მთავრობის სახლში. ქუთაისში დღეს პრეზიდენტმა ისტორიული მუზეუმი გახსნა. ადგილზე 150,000-ზე მეტი სამუზეუმო ექსპონატია დაცული. მთავრობის ახალი სასახლე კი იმერეთში დღესვე გაიხსნება. ქუთაისში მომავალი წლისთვის საერთაშორისო აეროპორტის გახსნაც იგეგმება და რამდენიმე ახალი საწარმოც ამოქმედდება. სოფო ხუციშვილი გვერდთვება პირდაპირ ეთერში ქუთაისიდან. სოფო, გისმენთ. ქუთაისის რეკონსტრუქცია გრძელდება და რეაბილიტაციის ფარგლებში დღეს ქალაქს კიდევ რამდენიმე ახალი შენობა შეემატა, მათ შორის არის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, რომელიც ამ დრომდე განთავსებული იყო ამორტიზებულ შენობაში და იყო იმის საშიშროება, რომ ექსპონატები დაზიანებული იყო, რადგან ადგილზე არ იყო საჭირო თერმორეგულაცია. ახალი შენობა კი სადაც გადმოინაცვლა ქუთაისის მუზეუმმა, მთლიანად იქნა რეკონსტრუირებული, ეს არის ეროვნული ბანკის ყოფილი შენობა, მას მთლიანად ჩაუტარდა რეაბილიტაცია და მოეწყო ყველაფერი იმისათვის, რომ მუზეუმის ყველა ექსპონატი იყოს დაცული და სრულად იყოს გამოფენილი. სულ ქუთაისის მუზეუმში დაცულია 200,000-ზე მეტი ექსპონატი დღეს. ახალი შენობა, რეაბილიტირებული ახალი შენობა მუზეუმის დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე მიხეილ სააკაშვილმა ამის შემდეგ უკვე გადმოინაცვლა მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე და ასევე დაათვალიერა კინოთეატრის მშენებარე, კინოთეატრის საქართველოს მშენებარე შენობა, ასევე საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქუთაისის განვითარებისათვის, რადგან ეს უნდა გახდეს მეორე დედაქალაქი და ამისათვის საჭიროა განვითარდეს ქუთაისი არა მხოლოდ ეკონომიკურად და არა მხოლოდ ტურისტულად, ასევე ის იქნას განვითარებული მთლიანად სრულად იქნას ათვისებული მისი ყველა ინფრასტრუქტურა და მისი გარესახე. ქუთაისს რაც ეტყობა კიდე ეს არის აი გრანდიოზულობა რა. იმიტომ რომ ეს სული რომელიც ამ ქალაქშია, ჩვენ ვიცოდით უბრალოდ ისტორიის წიგნებიდან, ხო? და მასშტაბი პრაქტიკულად ჩაკარგული იყო. რეალურად იმის გამო რომ ეკონომიკური ფუნქცია დაეკარგა, სუფთა ურბანულად თანდათან გადაიქცა ამხელა მნიშვნელობის ქალაქი უბრალოდ ძალიან დიდ სოფლად. და ეს არ იყო სწორი. და მე ვფიქრობ, ეს რაც ხდება, აი ეს შენობები არის ხოდ დასაწყისი. ეს არის კერძო ინვესტიციის დაშენებული, ეს არ არის სახელმწიფო შენებლობა, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ვაკონტროლებთ ყველა ამ პროექტს და ჩვენ თავაზობთ ამ პროექტებს და ჩვენ გვაქვს ქალაქის განვითარების გეგმა და როცა ქალაქში აი ბევრი ასეთი შენობა იქნება, ეს როცა ეს ქუჩები რომელიც ჩვენ გავაკეთეთ საკმაოდ ხელოვნურად გაცოცხლდება და ცოცხლდება უკვე კაფეები გაიხსნება, მაღაზიები გაიხსნება, პატარა საწარმოები გაიხსნება, ესე ხალხი დასახლდება, შემოსავალი შემოფული ტრიალებს, ტურისტები ივლიან. ეს არის ის რაც ქალაქს აძლევს სიცოცხლეს. და არა უბრალოდ თუნდაც ისტორია ან თუნდაც ადმინისტრაციული შენობები. ადმინისტრაციული შენობები ამას მხოლოდ უწყობს ხელს დღეს რაც ვაკეთებ. მაგრამ დღეს ხედავთ რომ ქართლ-მთავრობის სახლისა არანაკლები შენობა გაკეთდა კერძო ინვესტიციის და დაიწყო უკვე სახლების შენებლობა, იმიტომ წლების განმავლობაში თბილისში სახლი მაინც შენდებოდა ძალიან მძიმე ეკონომიკურ პერიოდში. აქ სახლებიც კი აღარ შენდებოდა. აქ პრაქტიკულად ყველაფერი იყო პარალიზებული. აი ხალხი ბევრი იყო წასული უცხოეთში, მაგრამ თუ ფულს გზავნიდა სახში, ქუთაისში ეს ფული ნაკლებად იხარჯებოდა, მაინც სხვა ადგილებში მიდიოდა ეს ყველაფერი. ასე რომ ეს არის ჩემთვის ასე ცხოვრების დაბრუნება აქ. ეგ არის და ეს გაგრძელდება კიდე და კულტურული თვალსაზრისით და საზოგადოებას ეს დიდი ხნის პრობლემა იყო ამ ქალაქისთვის გადაუწყდა. ეს არის მუზეუმის თემა. ჩვენ გვინდა მომავალ წელს ასევე ახალი კინო შევთავაზოთ ქუთაისელ მაყურებელს. მე მინდა ზოგადად თქვა, რომ ამაზე ფიქრიც კი ცოტა ხნის წინ იყო შეუძლებელი და დღეს ეს ყველაფერი არის რეალობა. მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცოთ ყველა ქუთაისელს, მე მინდა დღევანდელი დღე მიულოცოთ ყველა ამ რეგიონის მაცხოვრებელს და უთხრა ერთი რამე, რომ კიდე ეს ყველაფერი არის ჯერ კიდევ ზღვაში წვეთი, იმიტომ რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. შენობა იყო ძველი და იქ მთელი კოლექციები არ ეტეოდა. ეს იყო კომუნისტების დროიდან. და აი როგორც იქნა ერთობლივი ძალებით გამოინახა მშვენიერი შენობა, სადაც მთლიანად განთავსდება ის უძურფასესი ექსპონატები, ნივთები, რომელიც მართლაც სწორუპოვარია, რომელიც არის ქუთაისის ისტორიის მუზეუმში. განთავსდება ძალიან თანამედროვე დონეზე იმისთვის, რომ ყველა ჩვენმა თანამოქალაქემ, ყველა ქუთაისელმა თუ ყველა ქუთაისის სტუმარმა ეს ყველაფერი დაათვალიეროს სათანადო დონეზე, იქნება სპეციალური კლიმატი, სპეციალური განათება, სპეციალური ექსპოზიცია. რეკონსტრუქცია
ჩაუტარდება ასევე კოპიტნარის აეროპორტის მშენებლობაზე რამდენიმე კომპანია ერთდროულად იმუშავებს, თუმცა არქიტექტურის ავტორი არის ჰოლანდიური კომპანია, ეს არის An-Studio, რომელმაც დააპროექტა აეროპორტის სარეაბილიტაციო სამუშაოები. თავად სამუშაოები დასრულდება მომავალი წლის სექტემბრისათვის, დასაფრენი ბილიკი იქნება 2 კილომეტრისა და 600 მეტრის სიგრძის. დღეს ახალი რეკონსტრუქციის მიმდინარე რეკონსტრუქცია აეროპორტის დაათვალიერა საქართველოს პრეზიდენტად, მას სიმბოლურად მართა მძიმე ტექნიკა, რომელთაც ძველი შენობის კედელი დაანგრია. დღეს ვიწყებთ ამ აეროპორტის მშენებლობას, რომელიც უნდა დამთავრდეს მომავალი წლის ზაფხულში და ქუთაისს უნდა კონდეს თავისი ნამდვილი საერთაშორისო აეროპორტი. ისეთ კი არა, რაც იყო ხოლმე ყოველთვის მეორე ხარისხოვანი რეგიონალური არამედ აეროპორტი, რომლიდანაც ყოველდღე იფრენენ რეისები მიუნხენში, იქნება რეისები ქუთაისი, მიუნხენი, ქუთაისი, ლონდონი, როდესღაც ქუთაისი, ნიუ-იორკი, როდესღაც უახლოეს წლებში ქუთაისი, შანხაი, ქუთაისი, სტამბული და თავარი რაც აქ მიზანია, რომ იყოს დაბალი ტარიფები, რომ შემოიყვანოთ დაბალბიუჯეტიანი კომპანიები. ეხლა იმ პირობებში, როცა პრობლემა რა არის თბილისის აეროპორტი. თბილისის აეროპორტს ოპერირებს თურქული კომპანია ტავი, რომელმაც თავის დროზე რომელთანაც ერთად ავაშენეთ აეროპორტი და ჯერჯერობით მათი ტარიფები არის საკმაოდ არამოქნილი. ამის გამო და კერძო კომპანია და ამის გამო მომსახურება რახან მაღალია თბილისის აეროპორტში, ბილეთის ფასიც ამის უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს და შედარებით უჭირთ შემოსვა დაბალბიუჯეტიან კომპანიებს, თუმცა ეგეც დაიწყო, იმიტომ რომ როგორც კი დავიწყეთ ამ აეროპორტზე ლაპარაკი. და როცა ეს აეროპორტი გაიხსნება, იმის გამო რომ ასევე ავტობანი ჩამოდის თბილისიდან ქუთაისში, ძალიან ბევრი მგზავრი ასევე თბილისიდან, მან არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ თურქეთის მეზობე რეგიონიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან გადმოვა ქუთაისში. იმიტომ რომ ასევე ავტობანი იქნება თბილისი-ბაქო და შესაბამისად თბილისი-ქუთაისი. და ამიტომ მოუხდება ასევე თბილისის აეროპორტს ტარიფების დაწევა. იმიტომ რომ ხალხმა უნდა იფრინოს იაფად. ჩვენ მაღალი შემოსავლები ქვეყანაში არ აგვაქვს, მაგრამ ხალხმა უნდა ბევრი იმოგზაუროს, იფრინონ, ბიზნესი აკეთონ, ისწავლონ, უბრალოდ ტურიზმის იაროს და ამისთვის ქუთაისი გახდება ძალიან დიდი სტიმულის მიცემი. არა მხოლოდ ქუთაისის, არამედ დანარჩენ საქართველოსთვის, იმიტომ რომ აქ უნდა შემოიყვანოს სწორედ ესეთი ბევრი იაფი ტარიფიანი კომპანია და ყველა სხვა აეროპორტს ასევე გაუწიოთ ისეთი კონკურენცია, რომ ვერავინ ვერ გაბედოს ბილეთების ხელოვნურად გაძვირება. აქ არის ჰოლანდიური კომპანია დააპროექტა სამუშაოები, თქვენ ნახეთ ეს ყველაფერი, please. Okay. Thank you well. აი ამ კომპანია მენახეთ. ეს სოფო ხუციშვილი იყო, რომელიც ქუთაისიდან საუბრობდა.